ეს არის ქალთა მარში, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო თბილისში, არა მხოლოდ თბილისშია სხვათა შორის დღეს დაგეგმილი ქალთა მარში და არის დაგეგმილი რამდენიმე მსვლელობა. თუმცა პირველ რიგში ჩავთოთ ხატია სამხარაძე, რომელიც აი ამ საპროტესტო მსვლელობის შესახებ მოგვიყვება. მაყურებელს კიდევ ერთხელ უთხრათ, რომ დღეს არის პროტესტის 28-ვე დღე. ხატია გისმენთ. ახლა ჩვენ ვართ ქალების მარშზე, რომლის მთავარი მოტივაციაც არის ის, რომ ქალებმა კიდევ ერთხელ გააგონონ საკუთარი მკაფიო ხმა მსოფლიოს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ისტორიას ყოველთვის ცვლიდნენ და მომავალში შეცვლიან ქალები. ისინი აცხადებენ, რომ ყოველგვარი ზედაპირული, ტრაფარეტული და სტერეოტიპული განცხადება ქალებთან დაკავშირებით არის აბსოლუტური აბსურდი, რადგან ქალებს აქვთ ძალიან დიდი ძალა და რომაც ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ. ახლა მე გვანცა ჯობავასთან გადავალ და მის პოზიციას მოგესმენინებ. გამარჯობა გვანცა. ეს არის სიმბოლური აქცია, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ აქციას არ აქვს სქესი, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თუ რომელი სქესის ან ასაკის წარმომადგენელი აპროტესტებს ამა თუ იმ საკითხს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ქალები ყოველთვის ახერხებენ და ყოველთვის ასეთი მუხტით აგებინებენ საკუთარ ხმას, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე მთელს მსოფლიოს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა არასოდეს ეგუება საქართველოს ევროპული კურსის შეცვლას. როგორი არის თქვენი პოზიცია და მაყურებელს კიდევ ერთხელ აუხსენით, რატომ მოეცდებით ამ მარშს? ნებისმიერი მიზეზი იმისთვის, რომ გამოვიდეთ ქუჩაში და კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავაპროტესტოთ გაყალბებული არჩევნები და თითოეული იმ ადამიანის უსამართლოდ დაპატიმრება, რომელიც დღეს საშიოდ სიხდის ციხეში არის, რა თქმა უნდა, გამართლებული. თუმცა გარდა ამისა, მე დღეს ქალების მარშს შემოვუერთდი, იმიტომ რომ ეს მე მიმაჩნია, რომ საქართველო არის ძლიერი და გმირი ქალების ქვეყანა ისტორიულად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მარო მაყაშვილის ქვეყანა და მისი მთავარი გზავნილი, რომელიც სიკვდილის წინ დაგვიტოვა, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ სახელოვნად, ჩვენი ბრძოლის მთავარ სიმბოლოდ და მთავარ სლოგანად იქცა. ჩვენ ვართ ქართველი ქალი პარლამენტარების ქვეყანა, აი მაშინ, როდესაც ქალთა უფლებები მთელ სამყაროში არ იყო დაცული, ქართველმა ქალებმა მოახერხეს ის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ისინი შესულიყვნენ საქართველოს პარლამენტში, რომელთაც შემდგომ მოუწიათ, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში მათ პასუხი ეგოთ სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს მძიმე მაგალითები, რომ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის და სისხლის ფასად და მათ შორის ქართველმა ქალებმა იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დღეს უფლება, რომ სულ მცირე ხმამაღლა არ გამოვიდეთ და არ გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი და კიდევ ერთ ვიტყვი, რომ მხოლოდ წარსულზე რო არ ვისაუბროთ, საქართველო არის ემიგრანტი ქალების ქვეყანა და ემიგრანტმა ქალებმა საკუთარი მხრებით საბჭოთა ნანგრევები გაიტანეს და გადაარჩინეს ჩვენი სამშობლო და დღეს, აი როდესაც ამ გზაგასაყარზე ვდგავართ, რომ ჩვენ შეიძლება ჩვენი სამშობლო დავკარგოთ, დღეს არ არის ქართველი ქალების გაჩუმების დრო და ამიტომ ეს ხმაური, ეს ხმამაღალი შეძახილი უნდა მივიდეს ყველას ყურამდე და ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ძალიან დიდი მადლობა ვუსმენთ გვანცა ჯობავას, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს მარში იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქვია ქალების მარში, აქ მხოლოდ ქალები არ არიან, ის აერთიანებს ყველა ადამიანს და მათ შორის ნიკა მაჩაიძეს ხედავ აქ და გამარჯობა აუცილებლად უნდა გკითხოთ მარშის იდეასთან დაკავშირებით. მართალია ეს არის ქალების მარში, თუმცა სიმბოლურად ისევე როგორც სხვა აქციებზე მიმდინარე პერიოდის განმავლობაში თქვენ აქაც ხართ წარმოდგენილი და იზიარებთ იმ პათოსს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალების ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როგორი არის თქვენი პოზიცია? თქვენ საზოგადოებაში ძალიან მაღალი პოპულარობით სარგებლობთ და ძალიან საინტერესოა კიდევ ერთხელ რომ აუხსნათ მაყურებელს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახლა ყველას ერთიან პოზიციას. ყველა პოზიციას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, ყველა მარშს, რომელიც ტარდება. აქ არ აქვს მნიშვნელობა იქ რა მარში იქნება. ანუ ყველა მარშში მონაწილეობს ყველა. შესაბამისად, ქალების მარშში ჩემი შვილი 11 წლის მოდის პირველ რიგში და ამიტომ მეც აქ ვარ, რა თქმა უნდა, რომც არ ყოფილიყო, მაინც ვიქნებოდი, მაგრამ ესე მაინც უფრო რაღაცა ის მაქვს, სტატუსი მამის. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უსმენთ ნიკა მაჩაიძეს. მე ახლა ბანერებს გაჩვენებთ და აუცილებლად ძალიან საინტერესოა ის, რომ ქალები საინტერესო ბანერებით არიან წარმოდგენილები. მათი ხმა არის მკაფიო, მათი ხმა არის მაღალი ამ პროცესში და ფიქრობენ, რომ ქალებს შეუძლიათ ყველაფრის შეცვლა, ამიტომ ყველა ის სტერეოტიპი, რომელიც ქალებთან დაკავშირებით არსებობს, აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს. თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ აქცენტირებენ იმაზე, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა სქესს, არ
აქვს არსებითი მნიშვნელობა ასაკსა და პროფესიას, როდესაც საქმე მიდგება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, როდესაც საქმე მიდგება საქართველოს ღირსების დაცვაზე, ამ შემთხვევაში მათი ხმა ყოველთვის იქნება მკაფიო. თქვენ ახლა გესმით შეძახილები თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და შესაბამისად ისინიც იზიარებენ პათოსს იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა საქართველოში არის ცვლილებების დრო იმისთვის, რათა ეს ქვეყანა კვლავ დაბრუნდეს ევროპულ რელსებზე. მე აუცილებლად დავტოვებ კადრში იმ ბანერებს, რომლებითაც წარმოდგენილი არიან ქალები, ამიტომ ახლა გაჩვენებთ, როგორ არიან წარმოდგენილები ქალები აქ.